მადლობა. პირდაპირ გადავალ unboxing-ზე. კომპიუტერისთვის და ჩემი ოთახისთვის გამოვიწერე ძალიან ბევრი რაღაც და ჩემი დაჟანგული დანა. ასე რომ ბიჭო მოსახსენებელი ამერ დავასია ეს არის ჩემი ოთახისთვის გამოვიწერე ეს იმათ რომ მე გაჩვენებთ ვიდეოს ბოლოს ან ახლა არ ვიცი ან უკვე ხედავთ ჩემი ოთახისთვის განათება ნეიტრალური განათება რა ჩანს ესე ჩანს იმედია კუთხის მინდოდა მელამყვანი მშვენიერი შემდეგი სამბორი რაღაცა გამოვიწერე. რეები გამოვიწერე ვიცი, მაგრამ კიდე ერთი ჩამოსასვლელია. ერთი თვია ველოდები უკვე მიიტანეს USA-ში. მიიტანეს და უკვე ერთი თვია მალოდინებენ, დაჟე არც გამოგზავნილა. ზუსტად ერთი თვია ხვალე შესრულდება ერთი თვე. რაც ამანათების აწყობში დევს და არა გამოგზავნილა. და სხვა კომპანიამ უკვე ჩამოიტანა. ესეც კომპიუტერისთვის საწმენდი. ესეთი მტვერი კლავიატურაზე კომპიუტერში რავი სადაც იქნება. ესეთი პატარა სითხე ჩინეთიდან ესეც. ესეც პატარა ფუნჩი. და რა თქმა უნდა საწმენდები თავის სპეციალური რომ ეკრანი არ დაგვიკაწროს. ამის გამო ეკრანს უკვე არ გამიწმენდავს. ეკრანი არ გამიწმენდია ალბათ ერთი თვე, ალბათ. ესეც მშვენიერი. ხო, რაც მინდოდა ის არ ჩამოსულა. ამ ამანათებში სრულად გადავიხადე 700 ან 800 ლარი, მაგრამ დაახლოებით 200 ლარი არა მეტი დაახლოებით 300 ლარი არ გამოგზავნილა ისევ იქ რა ჩინეთში USA-ის საწყობში არის ასე თავარი მე ეხლა მე მაინტერესებს ეს არის კლავიატურა და ამის ფასსაც გეტყვით ეხლა ვეღეთ ამის ფასს ხო რატო არ ვიწერთ თემუდან და რატო ვიწერ ჩინეთიდან ზოგადად მე სხვა საიტიდან ვიწერ საიტს ტაობაო ქვია, არანაირი პრომოკოდი და არანაირი ლინკი არ მაქვს და არც ტაობაოს აქვს თვითონ. ჩემთვის ტაობაო ყველაზე ხარისხიანია და ყველაზე დაბალი ფასები აქვს რა, ყველა საიტთან შედარებით. არ ვიცი, შეიძლება ტემუს უფრო დაბალი ქონდეს, მაგრამ არც კი მიცდია ტემუდან რაიმეს გამოწერა რა. საერთოდ არ მეგონა რომ ეს ხარისხი ხა ჩამოვიდოდა. აი არანაირად არ მეგონა რომ ეს ხარისხი ჩამოვიდოდა. Yunzis მექანიკური კლავიატურა B75 Pro. ძალიან მინდოდა ჩამოსულიყო აი ამ ყუთით და გარეკანზე რო ყოფილიყო წარწერა Yunzi. და არის კიდევაც. ხადაო ბიჭო. უკვე ამით ხვდები რა, ამ გარეკანით ხვდები რომ უკვე ხარისხიანია. ეს ფეხებზე შემოვიდგავ თორე ვიცი რომ არ ჩანს რა, მაგიდან რაღაცა მოხერხებულა თორე. ძალიან მაგარია. მოდი ხა ხარისხი მოდი ნახოთ რა არის ამაში. აქსესუარი კიკაპის ამოსაღები სავარაუდოდ და ესეთი რაღაცეები. კი, რამოდენიმე კიკაპი მოყვა. AWSD რა თქმა უნდა, უკვე აღარ მოყვა მეგონი. ჩამივარდა. სვიჩები. ხო ესე ვერ მიხვდები. აქ სვიჩებია რა, აღარ
აღარ გავხსნი მეთქი, მაგრამ ოდი მაინც გავხსნი. ესეთი სვიჩები, კრემის სვიჩები, ესეთი კოკო კრემი ეწერა, რომ გამოვწერე, ამის ხმა ძალიან მომეწონა. ესე ზუსტი დასახელება არ ვიცი, კოკო კრემ V2 თუ არ ვცდები რაღაც ესენა. შეიძლება არასწორად ვამბობდე, მაგრამ მიახლოებით ეგრეა რა. შემდეგი აქსესუარი. ხო, ეს არის wireless-ი, Bluetooth-ი 2 და 4. ხო და დამტენი აქვს რა ესეთი პატარა კაბელი. და ის გადავამოწე ხარ. აუ ბიჭო ძალიან მძიმეა. ზუსტად ის ხარისხია. Amazon-ზე ღირს $79. ეს ზუსტად ეს კონკრეტული მოდელი და ხეთ ფერეთი რა, ეს კონკრეტული მოდელი. $79 ღირს და ტაობაოზე შევიძინე ზუსტად 100 ლარა. ჩამოტანა დამიჯდა $60 რა, $160. $80. $80 ყოველ შემთხვევაში ჯობია. ეს თავის ტვერისგან დასაცავი. ოუჩ! ისმის? გადაო. ვაუ, ეს უკვე всё. აი ტაობაოზე დაახლოებით თითქმის 8 წელი სრულდება, რაც ტაობაოზე ვარ რა. ანუ იქიდან ვიწერ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მჭირდება. ანუ რაღაცა მომეწონა ვიდეოს უყურე, მომეწონა, ჰოპ, ეგრევე შევიდე ტაობაოზე, სურათი ჩააგდო, ზუსტად ანალოგიური ერთი-ერთში ამოაგდო, ოღონდ მეოთხედ ფასად რა. კიდე ხო, ანუ ერთ ბოლოს გავხსნი, ვიყიდე სტუდიო მონიტორები, დინამიკები, რასაც ვეძახით. ხო და აი ეგენი აქრო 700 ლარი მითხრეს, მე გაჩვენებთ. აქრო 700 ლარი მითხრეს რა, ანუ არავის არ უთქვამთ, უბრალოდ საიზი შევედი ვნახე. ეგენი გამოვიწერე 150 ლარი. და წონაშიც გადავიწერე 100 ლარი. აი ესეთი კაბები მინდოდა, ესეთი. მინდოდა Space-ი, უბრალოდ ყვითელი. მინდოდა Escape-ი და Enter-ი. აი ესეთი. ნახოთ როგორ წავა, არც ვიცი. რაღაც წავა. ვიდეოს ისე წერე ხარ, თან გასაქცევი ვარ. თან ჩქარა ვწერ. და დაუღებ. ეს რა არის? ამას რამდენი ხანი ველოდი? რამდენი ხანი რა? მასთვის დიდხანი. ეს არის კაბელი რო დაამაგრო რა, ესე ქვემოდან მაგიდაზე ამოაკრა. და უკან კაბელი რაც თუ კაბელები ყველაფერი არის, ყველაფერს ლამაზად კაბელ მენეჯმენტს მოხოდავ რა, ესე. ახსნი კაბელებს შეალაგებ. ეგ არის რა. ამოვიწერე საკმარისი რაოდენობა. თუ არ ვცდები 30 ცალი, ხო? ან მეტია, სავარაუდოდ მეტია. 30 ცალი კაბელ მენეჯმენტისთვის რა თქმა უნდა სამაგრი არ ვიცი, მაგრამ ეკნა. ეს USB-ს დამაგრძელებელი რა. ეს ვიყიდე მეტრანახევრიანი სავარაუდოდ აღარ მახსოვს. ხო რა, 3-დან 2 USB დამაგრძელებელი ყველა ერთი და იგივე აბსოლუტურად. 3 ცალი ვიყიდე რომ რაღაცებს ვერ ვაერთებ და მჭირდებოდა რომ დამეგზელებინა რა. გადარჩა სანდრო. მე შემდეგი ეს ფეხებისაც წავიღო ჯონ პატარა, მაგ იდაზე ვერ მოვთავსდი. გამოიცნობს ეს რა არის?
შენი ძიღო. აბა ვინ გამოიცნობს? აბა ვინ გამოიცნობს ეს რა? ხო, აჩვენებთ. ჩანს ესა? ოპა. ეს არის რა? ყოხტად საკაიფოდ ესე დადებ? ეგ არის რა. აუმართვი. ეს იზოლაციისთვის გამოვწერე. აი ამით კარებზე მიაწერებ რა. სადაც რო კარის ჩარჩო და კარები მაგ გადაბმაში, სადაც კარი დახურო, აი იქვე დააწებებ, რომ იზოლაცია იყოს კარგი რა. შემდეგი ამანათი ოპა ეს 5 მეტროს არ გავს და ამისთვის მჭირდება მე ეს გამოვწერე. ძალიან პატარა ნათება არის ყვითელი რა. ამისთვის მე საჭიროება 5 ვატი, 1.5 ამპერი, დაახლოებით ეგრე. და ამაზე ეწერა რომ 5 მეტრო, მაგრამ ეს 5 მეტროს არ გავს. ორი მეტრო არის. მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცაა რა, ყვითელი ნათება მივასება ძალიან მაგრად. ეს RGB ნათებები უკვე ყელშია და ასე რომ გადავინაცვლე ყვითელ ნათებებზე. ეს იქეთ და შემდეგ შევაერთებ. სამწუხაროდ ეხლა ვერ განახებთ ერთს განათებულს, იმიტომ რომ არ მაქვს მაგისთვის ეხლა ადაპტერი შევაერთო, ადაპტერი არ მაქვს. შეიძლება ვიყო ეს რა. ეს ფეხსაცმელები ამომწერია. ამომწერია არ ვიცი. შემდეგ ჩინური ფეხსაცმელები მასვია. ესეთი ყოხტა, ლამაზი, მომერგება. მაიცა ეხავე ვნახავ მომერგება თუ არა. თუ არ მომერგება, სანდრო, შენი არა. ხო ცოტათი იჯერს არა და იმდენი ფული გადავიხადე. ჩანს! იღო. ბიჭო არა ცუდი რა. არც კაი არა. შო მეტი არაფერი არ გამოვწერე? არჩენი გამიჩერა USA-მდა. ნახას გამოწერე. უნდა გამოგეწერა. მეც არ გამიკვირდა და რატო ვიდა ეს ძალიან თეთრები და ცენტები. ესეც ესეთი ფეხსაცმელი. ბიჭო ეს მომერგო, ის არ მომერგო ბიჭო. არა მომერგო მაგრამ რაღაცნაირად დისკომფორტს გრძნობდი. აი სამის ხარისხის ვნახოთ აბა. კი, სიტყვაზე უნდა მენდოთ რა. წვეჩი კი. სუნია, მეგონი ვიღაცას ეცვა. სანამ აღჭა მოვიდოდა. ამის ხარისხი ისე რა. წავა რა. რაც გადავიხადე იმაზე უკეთესი არის რა. თან შემოკერილია ბიჭო. ჯვაგე მთავარიც. ეხლა ეს გავხსნათ, საიდან გავხსნათ? აქედან, აი ეს უნდა გავხსნათ. აი აქედან ესე, მე ესე. მახსოვს, 3 წლის შემდეგ. არა აშკარად აქედან უნდა რანაირადა ბიჭო ჩემი ძლის გაუხსნა. ეხლა ამის ხარისხი ვნახოთ. პირველ ჯერ არ გეტყვით რა არის. მანელა იხდებით. ეს პლასმას. მოლოდინის პლასმასის ჰქონდა.
მაგრამ ახლა რა ვაწყობ მე ვნახოთ რა გამოვა რა ეს ინსტრუქციები მაგრამ ხლის ინსტრუქციები შემდეგი რა არის შემდეგი არის რაღაცის ან დასაჭერი ან სადგამი უეჭველი ბაზარი არა კეთყვით ეს არის უბრალოდ ტელეფონისთვის დასადგამი საჭერი ოღონდ ეს მეორე მხარე ეს პირველი მხარე მიჩვენებია მგონი USB-ებით და Type-C-ით აღარ USB-ეთი შემდეგ ეს არის კვება რომელსაც დავაერთებ აი აქ ეს USB-ები რომ მუშაობდეს ამისთვის დავაერთებ აი აქ ჩანს იმედია Type-C შემდეგ და მოკლედ რა არის რა ეს რა ეს რკინა ბიჭო ეს რკინა ეს არის კომპიუტერის მონიტორისთვის სადგამი რა მაგიდას დადგავა მას და ამას დადგავ კომპიუტერს ან ზემოდან დაალაგებ იმას რაც შენ გსურს რა მოდი ახლა მარცხენა და მარჯვენა ამას სავარაუდოდ არ აქვს მე ვთქვი რა გეთქვა ეს ჯერ გავხსნათ რომ მე ვიჭირდება ამის გახსნა ამის ქვემოთაც ავატარებთ რაღაცებს შემდეგ ესეთი რაღაცა რა ჩაასრულოთ თუ არა აი ესეთი რაღაცა ამის ქვემოთაც დადგავთ რაღაცებს, ამის ზემოთაც რაღაცებს დადგავთ, რაც თქვენ გაგისწორდებათ და აი ეს სავარაუდოდ რასაც მე აი ტელეფონის სადგამი აწერია. აჰა, ეგ არის. კი ბატონო, ტელეფონის სადგამი. კი. და აი ეს არის სტუდიო მონიტორები რა, დინამიკები, ეს არის 100-ვატიანები. ეგრე ეწერა. დიდ ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ რომ მოვიკითხე და ზუსტად ეს მოდელები 700 და 800 ლარი რო იყო, ეგ ვიცი. ასე რომ ხო იცით ამხელა დინამიკია, ბიჭო, ამ ხელას არ ველოდებოდი გადაო. და რის გამო ამოვწერე? რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყო. ქონოდა კარგი ხმა და ძალიან მაგარ დიზაინი აქვს რა. კომპიუტერისთვის გამოვწერე, ხა გაჩვენებთ. თუ არ გავაფუჭი რაღაცა, ჩანს ხო? მგონი რაღაცა უნდა გავაფუჭო. აი ამის გამო რა. ამ დიზაინის გამო გამოვწერე. და ამ ხელა საერთოდ რა საჭირო იყო, ძალიან გძელია, ბიჭო. და ძალიან მძიმეა. ზედმეტ ხარისხი მაგარი არ ძალიან მძიმე. რო არ გავაფუჭო თუ შეიძლება. ამ ოთახში ძალიან ცხელა. ჩემი პატარა მაგიდან. მოკლედ ეს იყო მეგობრებო. დიდი მადლობა. ყველას ლინკებს ვეცდები მაქსიმალურად რომ
ჩავაგდო ფასებს თქვენ თვითონ ნახავთ რა ხირდა როგორ ხირდა დინამიკების წონაში გადავიხადე 110 ლარი 110 ლარის ფარგლებში დაახლოებით იმიტომ რომ 6 კილო და 700 იყო საკმაოდ ხარისხიანი დინამიკებია კლავიატურაში გადავიხადე იგითხარით 100 ლარი და 63 ლარი თუ რაღაცა იმაში წონაში გადავიხადე ხო დანარჩენი რავი რა გადამზიდე რაც გინდათ იმით გამოიყენეთ რითიც გინდათ იმით გადაზიდეთ იმით გადმოზიდეთ ხო მოკლედ ესეთი რაღაც დავემართა იქეთ კუთხეში ვერ ჩავსვი რა ცოტა შეთხელება უნდა და მოკლედ რო გითხრათ ხო და ესე გავაკეთე რა გადავტეხე შუაში და აი ეს ლამაზად ჩაიჯდა რა აუ შემდეგში მეწოდინე რომ გამოვწერ ცოტა შევათხელებთ და ისე ჩავსვამ რა კუთხეში თურმე ეგრე უნდა და არ ვიცოდი მოკლედ ესე გამოვიდა, ესე გამოიყურება ამ ყვითელი კიკაფებით. ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია და ძალიან ხარისხიანია. ესეთი მშვენიერი რაღაცა. ესე გამოვიდა აი სადგამი, ნახეთ. აი სადგამი. ესე გამოიყურება ეს სადგამი. ეს. ოდნავ მაღალი რო ყოფილიყო. ძალიან მაგარი იქნებოდა რაღაციც უნდა ავამაღლო აუცილებლად რომ აი ეს მოთავსდეს შიგნით აი ძალიან აი 9 სანტიმეტრი აკლია რომ ესეც შიგნით მოთავსდეს რა მართალია ეხლა პაძე მიდევს მაგრამ აიც არ თავსდება რა მოკლედ და გემშვიდობებით მეგობრებო დიდი მადლობა აბაჰეთ და აბაჰოთ თუ დაალაიქებთ ვიდეოს და არხსაც გამოიწერეთ ძალიან კმაყოფილი დავრჩები მე პირადად და ვეცდები რომ კიდე გავაკეთო ესეთი ტიპის ვიდეოები არ ვიცი რამდენად გამომივიდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცადე ხო და კარგად იყავით აბაჰეთ და აბაჰო კიდევ ერთხელ